ამბები ფარეხიდან სერია 1 2017 წელია და მყავს Volkswagen Jetta 2009 წლიანი რომელიც ვიყიდე კოპარტიდან და კოპარტზე მივეცი $710 არ ვღადავ მაგ დროს ვიყიდე და $710 მივეცი და ანუ საიტის დანამატიანად გამომივიდა $1100 რაღაცა $1200 cer დამიჯდა რა და ამას დავამატოთ ის რომ ტრანსპორტირება ძალიან იაფი გამოვიდა და სადღაც $2200 ფუთში იყო რა ეგ მანქანა რა ანუ $2200 მანქანა მყავს ხო და შესანიშნავი მანქანა იყო მაგრამ თანმხლებად დაეწყო რაღაცა პრობლემები რაც ყველაზე მთავარია არ ვიცი რატო აურია ABS-ის ბლოკმა და ჯერ მაგ ABS კოდი რაც აწერია ABS-ის ბლოკს ამ დეფიციტში იყო ყველგან ვიყავი არსად არის შოება ეს და მოკლედ მითხრეს რომ უნდა მან Volkswagen-ის ცენტრში უნდა შეუკვეთო ან უნდა შეაკეთებინო ვინმესო ოკეი დავიწყე ჯერ წავედი Volkswagen-ის ცენტრში Volkswagen-ის ცენტრში ჯერ რომ მივედი ძალიან ოფიციალურად ძალიან ესე გეგონება კიდე გონი $710 მაქვს მიცემული მანქანაში ამას ხას გაუსვა და რომ მივედი ესეთ პრობლემა თქო კი ბატონო რაღაც გამომართო სტეკ პასპორტი ასე შემდეგ და ცოტა ხანში მოდიან რომ $2070 ჯდებაო ნაწილი შეცვლიანად $710 მივეცი მანქანაში და $2070 მითხრეს ზუსტად მახსოვს ეგ თანხები ნაწილი შეცვლით ოკეი წამოვედი მადლობა ნახვამდის წამოვედი არა კი უთხარი მე ვუთხარ მანქანაში მაქვს თქო $710 თქო მიცემული თქო და $2070 უბრალოდ არ გადავიხდი თქო რა პრინციპის ამბავია თქო და ეხლა ეს ABS-ის ბლოკი რო ურევს რა სიწევს ეგ არის მნიშვნელოვანი რა დისკომფორტს იწევს გარდა იმისა რომ ABS-ი ასოცირდება სამუხრუჭე სისტემასთან ნუ ყველაფერი ვისაც ეგ პრობლემა ქონია დამერწმუნებით ყველაფერი მიბმულია მასზე მაგალითად რული მაგრდება სპიდომეტრი არ მუშაობს ანუ რამდენით მიდიხარ ვერ იგებ ხიდი მუდმივად ბლოკირებულია მაგას აქ ის ჩაკეტვა რა ESP-ს რო ეძახიან ჩართვა გამორთვა ეგ სულ ჩართულია და რაც ყველაზე დიდი დისკომფორტის გამომწვევი არის არ იღება საბარგული და არ იღება ავზის ხუფი რო საწვავი ჩაასხა ხო და ნუ ბელიაშვილზე იყო ეგეთი ფერატკანიანი ხელოსანი კენედას ეძახდნენ რა ბელიაშვილის 63-დან კენედას ეძახდნენ 2000 კარგად მახსოვს ეგ ყველაფერი მოკლედ მე და კენედამ ძალიან ვიჩალიჩეთ და სალონიდან ვიძრომიალეთ გავძერეთ გამოძერეთ გავაღეთ ჯერ საბარგული და შემდეგ უკვე როგორღაც გავაღეთ ავზის ხუფი და წავედი ჩავასხი საწავი და აღარ ვკეტავ რა ეს სანამ არ შევცვლებს ავზის ხუფი არის გაღებული ასე დავდივარ არ არის პრობლემა ვარ დინამო სტადიონთან და დინამო სტადიონთან მუშტაიდის რო ჩადის გზა ისრიანი შუქნიშანია მანდ ვდგავარ და მთელი გზა რომ მოდიოდი ფარებს მინთებს უკანა მანქანა მერსედესი იყო და რო გავხედე ანუ მანიშნებს იმაზე ავზზე რა და ხელი გადავწიე მეთქიო ჯიგარი ხარ ოკეი გავიგეთქო არ ვიცი რავი არა და მაგ მოყופილებელი იყო ეთყობა ჩემი ხელი და აი რა დროს დავინახე იცით რომ უკვე გადმოსულია მანქანა შუქნიშანზე ვდგავართ ჯიგარია აი მართლა ჯიგარი და თითი მიაჩირა დაკეტა და მანიშნა ოკეი ვეც შენ გენასვარებ ვთხარი წარმოვიდგინე ხა კიდე რა მაგ საჩალიჩო
მოკლედ აი ელექტრიკი ვიცი რა. ვისაც გინდათ კონტაქტი, ოღონდ ერთი დაიმახსოვრათ. ტელეფონში მიწერია მისი სახელი და ბეტმენა. ბეტმენა რატო? მხოლოდ ღამე მუშაობს. ძალიან მაგრა იცის Audi, Volkswagen და ასე შემდეგ. აი სვაგს რასაც ეძახიან მიუში. Porsche და ასე შემდეგ, რაც მაგეთი შვილობილი კომპანიებია რა. ხო და აი ამ ბეტმენამ მიშველა გააკეთა ეგ ABS-ის ბლოკი და მას შემდეგ ისე გავყიდე ის მანქანა, რომ პრობლემა აღარ შექმნია. თუმცა აი ეს თავგადასავალი, რაც ABS-ის ბლოკმა ესე ძალიან მოკლედ მოყევი, იმიტომ რომ ეს არ გრძელდებოდა 1 და 2 კვირა. ვერ შოულობდი. თურქებს გააქვთო ეს რა დამავიწყებს. 161 რაღაცა კოდი იყო რა. 9 ციფრიანი კოდი იყო და ანუ აი ეგო სხვები ჰქონდათ. რა სხვა ციფრით რო იწყებოდა, მაგრამ აი სახელდობრ ეგ გააქვთო თურქეთში. და რომც ჰქონდესო ვინმეს მომითხრეს, არ მოგცემენო, იმიტომ რომ იმათ ძვირად მიაქვთო. მე ვთხარი მივცემ. არა, აზრი არ აქვს რა. ამიტომ ბეტმენამ მიშველა რა. ეს იყო ამბავი სერია პირველი ფარეხიდან. ბევრი მანქანა მყავდა და ახალი არც ერთი არ იყო, ამიტომ პრობლემები იცოცხლე. აქვე ხას გავუსვა. ორი მათ შორის BMW მყავდა თანდები პრობლემებით, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი E39 დღემდე მენატრება. აი მისი სიარული რაღაცა სხვა სიამოვნება იყო რა. დროებით